26 მაისის ფორმატი იქნება პრაქტიკულად ანალოგიური იმისი, მცირედი მოდიფიკაციებით, რაც ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არის. მე ვიცი, განსაკუთრებით თქვენი ტელევიზია დიდი ენთუზიაზმით საუბრობს იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჯარის მნიშვნელობა კნინდება და ასე შემდეგ. 26 მაისი ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ყველას დღესასწაული და ყოველთვის ამისკენ მოუწოდებდით ჩვენ ყველა ხელისუფლებას და ბუნებრივია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავად დავიწყეთ ამის იმპლემენტაცია, რომ ეს უნდა იყოს ერთგვარი წლიური დათვალიერება ყველაფრის, რაც ხდება ქვეყანაში. არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტის, არამედ ყველაფრის. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს გამზირი, ჩვენი ქვეყნის მთავარი გამზირი ეთმობა ბოლო 3 წელია და მესამე წელი იქნება წელს. ყველა იმ მიღწევას, ყველა იმ პროგრამას, პრაქტიკულად ყველა მიმართულებას, რასაც ქვეყანა ანხორციელებს. თავდაცვის სამინისტრო არის ამ ღონისძიების მასპინძელი, შესაბამისად ამით ბუნებრივია ხაზია გასმული პრიორიტეტულობაზე, ქვეყნისთვის მნიშვნელობაზე, ამ უწყების და იმ საქმიანობის, რასაც ჩვენ ვეწევით, იქნება ჯარი, იქნება სამხედრო ტექნიკა, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, ეს უნდა იყოს მთელი სახელმწიფოს დღესასწაული და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ერთგვარი წლიური დათვალიერება, წლიური ანგარიში ჩააბაროს საკუთარ მოსახლეობას. ეს არის ერთ-ერთი დიდი მონაპოვარი. ჩვენ შეიძლება გქონდეს სამხედრო აღლუმები, ისევე როგორც გვაქვს პოლიციის აღლუმები, ამაში თავისთავად პრობლემა არ არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს 26 მაისი. მოლოდინებზე საუბარი უკვე მე ვფიქრობ აღარ არის სწორი, ხვალ იწყება რიგის სამიტი. დავიღოთ ეს 24 საათიანი პაუზა და ყველა ერთად დაველოდოთ საბოლოო შედეგს, დოკუმენტი, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ვერსია დეკლარაციის, პოლიტიკური დეკლარაციის, რასაც მეც გავეცანი, არის ძალიან იმედის მომცემი, მაგრამ თქვენ როგორც იცით, თამარ ბერუჩაშვილი გუშინის კვლავაც ბრიუსელში იყო, იქიდან მიბრძანდება რიგაში და ამის მიზეზი ის არის, რომ ბოლო წუთის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. თავისთავად განწყობა ძალიან პოზიტიურია, ჩვენ ველოდებით, რომ დასკვნა ბუნებრივია ვერ იქნება იმისგან განსხვავებული, რაც იყო ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა ვიზა ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების შესახებ, რომელიც მათ ყველას მოლოდინს გადააჭარბა. მე ჩემი კოლეგები კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მეუბნეოდნენ ის, რაც მოლდოვას 2 წელი დაჭერდა, ჩვენ 6 თვეში გავაკეთეთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ უკვე აბსოლუტურად დავასრულებთ ამ პროცესს.